თუ თქვენ ახლა იმყოფებით გაურკვეველ ურთიერთობაში და ვერ იგებთ როგორ მოიქცეთ დარჩეთ ამ ურთიერთობაში თუ წახვიდეთ, მე თქვენთვის მინდა გავაკეთო ახლა საჯარო გაშლა და ტაროს ვკითხო ასეთ გაურკვეველ ურთიერთობაზე. თუ დარჩებით ამ ურთიერთობაში რა მოხდება და თუ წავალთ ამ ურთიერთობიდან რა მოხდება. ასე რომ ახლა ვიკითხოთ და გავიგოთ რა მოხდება თუ წავალთ ამ ურთიერთობიდან და რა მოხდება თუ დარჩებით ამ ურთიერთობაში. ჩემო ლამაზებო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ, რადგან მოხდეს ენერგიების მიმოცვლა. ნახოთ. რა მოხდება თუ წავალთ ურთიერთობიდან. რა მოხდება თუ დარჩებით ურთიერთობაში. რა მოხდება თუ წავალთ ურთიერთობიდან. მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობაში უკვე არსებობს გარკვეული ტიპის დაძაბულობა. ურთიერთობაში თქვენ იცავთ საკუთარ საზღვრებს. თქვენ იცავთ საკუთარ საზღვრებს ურთიერთობაში. ამიტომ ურთიერთობის რაღაც ეტაპი მისულია უკვე დასასრულამდე. და სადაც უნდა გააკეთოთ გულწრფელი არჩევანი. ეს ბარათები თუ წავალთ ურთიერთობიდან არ აჩვენებს ტრაგიკულობას. შეიძლება გქონდეთ საკუთარ თავთან ბრძოლები, ფიქრები, თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ სწორად თუ არა, მაგრამ არკანის სამყარო აჩვენებს, რომ ურთიერთობაში აუცილებელია რაღაც ეტაპის დასრულება, რადგან თავი თქვენ უფრო მშვიდად და სტაბილურად იგრძნოთ. ასევე შეიძლება თქვენთან შემოვიდეს ახალი სიყვარული, ახალი გრძნობა, ან კიდე უფრო ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და მიიღოთ საკუთარი თავი. ეს იქნება თუ წავალთ ამ ურთიერთობიდან. და თუ დარჩებით ურთიერთობაში მოხდება სერიოზული საუბარი, სადაც სიცხადე, სიმართლე ამოვა ზედაპირზე. შეიძლება ურთიერთობაში რომელიმე მხარემ გამოიჩინოს ლიდერობა. შეიძლება ურთიერთობა უფრო დაასტაბილუროს, ან კიდე ურთიერთობა აკონტროლოს, რაც არ მოგიტანთ სიმშვიდეს და ურთიერთობაში ყოველთვის არ იქნება ურთიერთობა სტაბილური და ყოველთვის იქნება არჩევანი, წახვიდეთ თუ დარჩეთ. ასე რომ ჩემო ლამაზებო, ორივე ვარიანტი გამოვიტანეთ.
თქვენ იფიქრეთ და გადაწყვეტეთ, როგორ უფრო საჭიროა თქვენთვის.